პოეტი თუ ცხოვრობს ამ ქალაქში? არა არის. ქალაქი, რომელშიც ერთი პოეტი მაინც ცხოვრობს, სხვა ქალაქია. ასეთ პატარა ქალაქს ერთი გაბურძგნული პოეტიც ეყოფოდა. აქაურობას მოთელავდა და გადათელავდა. ეს ქალაქი ელოდება თავის პოეტს. სულ მალე დაჭირდება ერთი გიჟი მელექსე, რომელიც ნავსადგურში მოახდენს ამბებს. ჩაიხანებში შევა მტვრალი. დროულ კაცებს ხმამაღლა დაუწყებს ლაპარაკს. ბიჭების და გოგონების გუნდს აიდევნებს და პოლიციელებს სახეში შესწინებს. ადამიანები შეწუხდებიან, მაგრამ მიხვდებიან, რომ უმისოთ ეს ქალაქი აღარ იქნება. გოგოშკების ღიურებში მისი ლექსების ნაწყვეტები გაჩნდება. ეს კი მეათასეთ მტვრალი მიუჯდება თავისი დაფახფახებული ფორტის საჭეს. ერთი კვახტა მაღაზიის ვიტრინაში შეგრიალდება. მისი მისია მთელი ქალაქის მედუქნებს ყელზე დაადგება და ციხის კართან სამთვიანი პატიმრობიდან გამოსულს თაიგულები დახვდება. ის ბევრს იყვირებს და ბევრს იჩხუბებს. მტვრალი წაიქცევა ღამის ქუჩაზე და ნაგვის თომრებს შორის ჩაეძინება. ცხვირგატეხილი დალაქავებულ პიჯაკს დაკარგავს. ერთხელ ქალაქის ყველაზე მაღალ ხეზე აწვრება, რათა შარფი შეაბას კენწეროს. ეს შარფი იქ იქნება მისი სიკვდილის შემდეგაც და ყოველთვის. ამ ჩამოხეტებულ ტურისტს ბოლო მეკურტნე ეთმის. ჩვენი პოეტის შარფია ესა. იმას კი ეს შარფი ერთმა შორეულმა ქალმა აჩუქა და რადგან ვერასდროს მოირგო ყელზე, აძვრა და გამოსკვნა კენწეროს. აბოსაც წავიყვანე. პარიზში არა, იმაში დამალე კიდე სან-ფრანცისკოში. შენი ცოლია, ჩემი ხო არა რა? ერთი უახოსი თქვა ეგ რა. ეცა რა დამალვა აგიტყდათ, ვერ გავიგე. ხო ხედავ მამაო რა დღეში ვართ რა?
ეს ინგლისელი კი დააბრუნეს, მაგრამ ორი თავი სადამ აქვს. ეს მალვაშია. ისეთ ხალხთან მოგვიხდა ატნაშენების გარკვევა, რომ რა ვიცი რა. 2-3 დღე და ყველაფერი გაირკვევა რა. აუჩის მომისმინე რა. ეხლა ბებერო პარიში წავიდეს, მე იმენა გავაფრე. არ მარეკინებ ტელეფონზე და ეხლა დაარეკე, დაარეკე. მერე სადღაც დააყრანტალებს ატვიჩაი ხარ? თორე მოგცემ სხვა ნომერს და ურეკე და იყავი რა. თან ეხა ბებეს ლაივში რას ელაპარაკებოდა? დაფარული ტელეფონით აზი ხარ? ვახუშეც არ ვარეკინებთ. ახმედამ დაკერა. გძნობებია რა, გძნობები, გაიგე? რა გძნობებია შეჩემ. ეხლა გაგახსენდა რა გძნობები. დიშზე უსავია რომ ჩაახვიე, მაშინ სად იყო ერთი გძნობები. მე ვიცი სადაც ავიყვან. დედათა მონასტერში. განიზარცვე სამოსი შორენასი და აღიზარცვე ღირსება მონაზნისა დაო შუშანი. იღუმენია შთხოვდა ვერც მაპატი რა. პროსტა. ბებე. მონასტერში წამოგა. მამო. Coerto შენ საღელში. Coerto მოპატი. Mama. ყავა სამზე მე ვაქცენდი? ყავა კი არა, ბიჭო, გლახას მიცნო სული. იარებია მაგელი. დაიღო მე სურათები. წამე დროზე და დეიძარი. მაგანა თუ იჯეკი ვინ მოვა ბიჭო? ნაყოფი ვარ მაგანა მე. 4. 5 წლისი. ვისმა ბაბებეში. ზეწადი სანანდილა. დაფხილად იყავ, ხო ის ჩასაფრებული არიან მაგენზე ყველაზე. და იგი არ დაგავიწყდეს საქმიანას. პირადობაა თუ რაც. ჯიბეში მიდებს. სად არის? სად? სოფეცასთან არ მისულა. არავინ არ მისულა. სად შეიძლება იყოს? ვისთან იმალება? ბევრი არა ვიყავს აქ. ქუთაისელია. პასიოლოგი. რა პასიოლოგი? უბანია ქუთაისში. ქნებს საერთოდ არ ჩამოსულა. სატომღაც მგონია რომ ჩამოსულია. ხო, მაგრამ კონტაქტი არ ყოფილა არავისთან. ას ფიქრობ ისი? გონი მაგანის სურათები ნახა იმ სასტავმა რო გააგრა. მერე? და მაგედან მიიღებდა რა გადაწყვეტილებას. ეგრეა რა. მე უფრო ფიქრობ რომ სობეცა უნდა ავიყვანოთ. კარგი რა, ნუ ეწევს კაბინეტში. ოე, სადახატო? თვალი ხარ უსგარ? სარში რეკავ და არ იღებს, მაკი სადა? ნუ რეკავ მეთქი თო, მოგითხარი, ალბათ არ არის. ბიჭო, მობილურსაც არ იღებს თო? მაკი სად არის თო? და მობილურს რატო აიღებ შენ ნომერი ხო არ იწერება? დაწყნარდი რა, ნუ გაატრაგე შენ საქმე თო. დაგბრინავთ ყველას. გაიგე?
ჩამოვალა რო იძახდი სადა ხარ აბა? კარგი რა, ნუ მიჩმახებ, ხო გითხარი რაღაც საქმეები მაქვს, მეთქე და ჩამოვალ ეგრევე რა. ისევ საფოიში ხარ ბიჭო. დინახო. სუფთა ვარ არ გაინძე ელა დაუშვით ეს არის ქიქავა? მაინდა საბუთები. რა? დროზე საბუთები. საცხოვრობ. მერიოტში. გლდანში რა ადგილას ცხოვრობ? ეზო მიჭერს ძამი? ვისთან მიდიოდი? კურდებს სიცოცხლე ფოზებში. მანქანა სად არის? ქვემოთ. კაც ვიჭერდი ბატონო ზაზა. არ ვიცი, მაგრამ მგონი ის არის, რასაც ვეძებდით. სქემა ჩვეულებრივი. კაცი გამოუშვათ სობეცასთან ლაზვეტკაზე და პირდაპირ გზა არის თუ არა. კაცი რა ესე იგი. ამბობს რამეს? რა უნდა თქვას, ქურდია გაქანებული. შავია, ხო. არა. ქურდი არა, მაგრამ მოკლედ ქურდული ცხოვრებით ცხოვრობს რა. მომისმინე? ეხლა პირდაპირ ჩემთან წამოდი.
ადე წავიდით რა. აჰა, ჩაფოჩეთ. ეს რა არის? კუნინძა ვარ. ჩამოსვი რა. ადე რა ბიჭო რა? გაიცი. არ მინდა რა. მე არ მომხვდება. შენ რატო შელოცვილი გაქვს? ადე წავიდით. ურა. დიახ ბატონო მინისტრე. არა, არ წარმოადგენს პრობლემას. არა, ამჯერად გონი ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა. არა, ნაჩქარევი არ არის. კი, პარალელურად. ჯერ მარიოტში ბრიფინგი 10-ზე იქნება. დიახ, გასაგებია. არა, რა თქმა უნდა, ცობეცა არ არის პრობლემა. კარგით. კარგით. Невасаба достойный соперник. ვისგანაა ეს ფოტკები საერთოდ, ა? ვისგან და ცერუს რეზიდენტურის უფროსისაგან. ცერუს აგენტურისაგან. ვიცა
სუფთა. ნომერში როგორ არის ბატონოს დაზა? ნომერში მე ვარ. ქვემოთ კიდე ტელევიზია დგას. მისმინე. ცხრის ნახევარზე. მინისტრ ბრიფინგი აქვს დანიშნული. არ გადადებს. გაიგე? ზათი შენი მანდაოშკა. რეკე ხლა. ისმენთ შველიძე მიაწოდე ყურმელმა გამოყლებულს გამომართ ხო ეხლა სასწრაფო დავლაბარში ყველაფრიანად და ცობეცა აიყვანე ბრძანება დანარჩენი მერე ქურდებს სიცოცხლე ყველაფერი კარგად არის, ოთოც კარგად არის, მაგიც კარგად არის. ეხლა შენ დასპაკოინდი ძმაო და დაისვენე. მიხეილ გორკია, პირველი საჯარიმო ზუსტია. მეორეც. ვინ ჭირდება სატიში? რა იყო ბიჭო? ვიღაცა აგაკუნეს. მერე მიდი გაუღეთო. მიდე შენ გაუღე. მიდი გაუღე და გადმოგირეკავ, დავაი ბრატ. Kimsen? Romeli. Скорую вызывали? Чудо мое. Чудо. Теперь все будет хорошо. ახლა კი ვთავ ჩვენს კორესპონდენტს ნინი ნებიერიძეს, რომელიც შადრევნის ქუჩიდან გვერდება. რამოდენიმე წუთის წინ საკუთარ სახლში დააკავეს კანონიერი ქურდი ცობეცა. მისი გვარია კალანტაროვი გევორგ მკრტეჩის ძედია. ჩვენ ახლა შეგვიძლია შემოგთავაზოთ ოპერატიული მასალა თუ როგორ დააკავეს ის სამართალდამცავი. დროსტი მომე, ბიჭო, დროსტი ქურდი ვარ, შულო, ქურდი ვარ, გაიცა, ბიჭო, სადა
დათო? ნინი, შენ პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ? დიახ, სამართალდამცავები არ აკონკრეტებენ მიზეზს მისი დაპატიმრებისა, თუმცა ვფიქრობ, ის გაცხადება, რომელიც თქვენ მისგან მოისმინეთ, საკმარისია მის დასაკავებლად. ცობეცა კალანდაროვი გახლავთ 75 წლის, მეორე ჯგუფის ინვალიდი, მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ახლა მის სახლთან მოსულები არიან სახალხო დამცველები, ასევე მისი პირადი ადვოკატი, რომლებიც სამართალდამცავებს მოსთხოვენ, რომ ის სასწრაფოდ იქნეს გადაყვანილი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. გამარჯობათ. მოგესალმებით ყველას. მოგიწვიეთ აქ იმისთვის, რომ შეგატყობინოთ დღეს 2 საათის წინ დაკავებული იქნა კანონიერი ქურდი, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი კალანდაროვი გიორგი მისავე სახლში. ეს პიროვნება დასტურდება ამ პიროვნების მონაწილეობა მრავალ დანაშაულში, მათ შორის რეზონანსულ საქმეებში, რომელიც თქვენთვის კარგად არის ცნობილი. კერძოდ, ბრიტანეთის მოქალაქის კრისტოფერ კროტის გატაცებასა და გამოსავლის მცდელობაში. ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პოეტის ვახო და ეს სწორედ ახლა ამ წუთას თქვენ თვალწინ მაცნობეს, რომ დაკავებულია კიდევ ერთი კანონიერი ქურდი ქიქავა. თქვენ მას იცნობთ როგორც საერთაშორისო ტერორისტს, ინტერპოლის მიერ ძებნილს და სწორედ დღეს თბილისში 9 საათის წინ მოხდა მისი აყვანა. მაშინ, როდესაც იგი ცდილობდა ქალაქიდან გაღწევას. ეხლა კი შეგიძლიათ დამისვათ კითხვები. ბატონო მინისტრო, ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. ესე იგი თქვენ კანონიერი ქურდი ხართ? ქურდი? სულით და ცხოვრებით ქურდი ვარ. თვითონ არ იცი ვინ ვარ. Echo, I know that man. Ritsnob. Vacho knows him too. Вот так все и было, дорогой. Не пей. Пьянка закончилась. Все. Каймара, кучაში რო დამინახე. ეგრევე რატო არ მოხვდი? იტყუები, დავარის დირექტორ. იტყუები. Дурак, рато мовидоды, ну. Я тебя выследила и сразу пришла. Այն არ მეუბნები სიმართლე. Что тебе еще сказать? Это двоюродный брат моей подруги. У него здесь крупный бизнес. Я все равно не было. Он позвал, вот я и приехала. Нематов, Сергей. Ну, почему ты меня обижаешь? Ты будешь приезжать, и я буду приезжать. Ну, у тебя же друг в Стамбуле. Да. Вот видишь.
Знаешь, это судьба, что мы встретились. Ты не задумывался? ეს ბლანდავ შემოგვე. Судьба არა ის. ჩიტი სად არის? Читы? Отик забрал. Касагебио. Уж клиентов не было, но город пустой, жара. Почему ты заставляешь мне все время оправдываться? О. Давай, Харакимова, чувак. Ничего. Swam? არა. ო, დაიძინე, გენაცვალე და ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინია. აი შხედია, რომელიც ჩვენ საერთოდ ვგირდება. აი კიდე გვინდა, აი ესე ჩამოვიდეს, მიხდი რომ აი კიდე მე მოხდეს ეს აი უნდა ჩაწერო. იქნე გავაკეთე. ხო, რა თქმა უნდა და უნდა ჩაწერო, იმიტომ რომ ეს ჩვენ არ ო, ზემო, რა ქვია? მოდი ერთ წუთში. აი შეხედე ხა, რას გემუჩა, იცი? აი არკები შენი აზრით გამოვა. გავიდეთ მაგის ბარო დავყადეთ. ხო, რა მაგას ხარი მოგიტანე, ხო? აი, ნახევარ საათში მანდ. Ay. Çağır ite gece. Ay xeyxavi da bola düşən. აქამდე ჟურნალი იყო. კინო ეხლა იწყება ბატონო ზაზა. თქვი არ გავარდნილა ჯერ. ხეხო რა გამიხდა. ბიჭო აკცენტი ჩამყავს და ხეხო ვინ არის? რადოვან კარაჯიშია ნამდვილი. კარგი რა გეხუმრება რა. ბილ ლადენი, ოსამა. ოჰ. ხო, მარსა. ხეხო რატო დაარქვის თუ იცი? არა. მალალეთგებში დაუჯერიათ. მე
ზროსლებში რომ გადასულა, იმ ხელას რო კი დარჩა რომ ვიღაცას უკითხავს. აუ, შენ რამდენი უნდა ხეხო? ეს სიგარეტს მოწე რა. მოწე. მინისტრი ძალიან კმაყოფილია თქვენი ორივეს. ჩვენ რა შუაში ვართ, ვიღაც პუსტაპუსთან დაიჭირა. ბატონო ზაზა, ჩვენი პოეტის რა ისმის? გვეხმიანება?